რაღაც ჟესტებით შეურაცხყოფა მიაყენოს საზოგადოებას, ქალებს, ბავშვებს, პროტესტის მონაწილეებს, იმიტომ რომ მოვა დრო აუცილებლად უახლოეს მომავალში და ყველა კანონის მთელი სიმკაცრით დაიჭება. ეს სიტყვა მათ ძალიან უყვართ, კანონის მთელი სიმკაცრით დაიჭება. მე კახი გალაძის სიტყვებით მინდა გითხრათ, თქვენ ოცნების, ქოცების წარმომადგენლებს, რომ კახი გალაძეს ასეთი თქმა უყვარს, რა გჭირთო? აი ესე მინდა გითხრათ თქვენ, რა გჭირთ მართლა? აგონიაში რო ხართ ვიცით, მაგრამ მორალი სად დაკარგეთ, ქართველობა სად დაკარგეთ? მანდილოსის ქალისადმი პატივისცემა სად დაკარგეთ? დედა არ გყავთ და არ გყავთ მეგობარი ქალი, შვილი არ გყავთ გოგო, ვინ ხართ, რა მანქურთები ხართ, საიდან გაჩნდით, როდის გაიზარდეთ, როდის აღმოჩნდით ამ საზოგადოებაში თქვენ? მეორე მინდა კიდე ისევ კახი გალაძეს უთხრა, ნუ იმუქრები, არავის არ ეშინია შენი და მეუხერხულობა, თორე თქვენი აჭარის ყოფილი პრემიერ-მინისტრის სიტყვებით გეტყოდით, არავის და რაც არის ეგ მეორე სიტყვა თქვენ კარგად იცით. და კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ვართ ეროვნული საზოგადოება, ჩვენ პროტესტი ვართ საქართველოს ევროპული მომავალი, ჩვენ პროტესტი ვართ ამ ქვეყნის ევროპული და ამ ქვეყნის ყველანაირი მომავალი. თქვენ ოცნება ხართ წარმავალი, თქვენ ეს ქვეყანა გაანადგურეთ, თქვენ ხართ ბავშვების მკვლელები, ხრილებში გარდაცვლილი ბავშვების მკვლელები ხართ თქვენ წინარე ბავშვების ქილერებით მკვლელები ხართ, ყველაფერს გადრულობთ, თქვენ ეს ქვეყანა რუსეთში მიგყავთ და ბოლოს მინდა სწორედ თქვენი პრიმიტივი ორკრას განათლებული პრეზიდენტის სიტყვები გითხრათ, ვინც ჩვენსა და თქვენ შორის ეს ქვეყანა რუსეთში მიყავს, იმისი მართლა